რიგით მეშვიდე საღამო პროექტის ფარგლებში ხედვა დაბრკოლების მიღმა პრესკაფემ ამჯერად ფოტოხელოვანის შოთა გუჯაბიძის გამოფენას უმასპინძლა. ავტორმა საგანგებოდ შეარჩია ის 12 ფოტო, რომელზეც ბათუმის ბულვარში ხეების გაჩეხვის საწინააღმდეგო აქცია იყო ასახული. შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ფოტოებზე დაფიქსირებული ზოგიერთი პიროვნება დღეს უკვე მაღალჩინოსანია. ავტორის განმარტებით გამოფენის მიზანი მათთვის ბათუმზე ზრუნვის შეხსენება იყო. სტუმრებს შოთა გუჯაბიძეზე სტუდენტების მიერ შექმნილი ვიდეო პორტრეტის უჩვენეს. პროექტი ხედვა დაბრკოლების მიღმა დასრულდა. მონაწილეები 30 ნოემბერს დასმით გამოფენა გაყიდვას გამართავენ და გასაყიდად ორ ფოტოს გამოფენენ. საღამო საქველმოქმედო იქნება. პროექტი აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. მისი ავტორი ჟურნალისტთა სახლი და პრესკაფეა. საინტერესოა და რა თქმა უნდა დამბეჭდავი ბევრისთვის ეს ერთგვარი ისტორიაც იქნება. რა თქმა უნდა შეფასებაში ობიექტური ვერაფერი ჩემი მეგობარია და პროექტის ასევე როგორც გამოფენა და როგორც რეპორტაჟი საკმაოდ საინტერესოა. ძალიან კარგია რომ ქალაქში რაღაც დამკვიდრდა ეს ტრადიცია პრესკაფეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისა და მსგავსი გამოფენებისა და ჩვენი ფილმის მენებების. განსაკუთრებით მხატვრული ღირებულებით არ გამოჩევა და ყველა მთელი ქალაქი ვიდექი ძებდა და განსაკუთრებით ის ადამიანები ვინც დღეს არის ხელისუფლებაში. მაშინ უბრალოდ მინდა ამ ადამიანებს თვითონ ისე ვიფიქროთ, როგორც მაშინ ფიქრობდნენ, რომ აი როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეთ საკუთარი ქალაქისადმი, კულტურული მემკვიდრეობისადმი, ღირსებისადმი, რაღაც ისტორიული თუნდაც არქიტექტურული ღირსებაზე ვლაპარაკო და მინდა რომ ისევე ფიქრობდნენ და არ შეიძლება რომ თავიანთი ასე. 30-ში გაიმართება, ბოლო ღონისძიება იქნება ამ პროექტის ფარგლებში. გაიმართება ფოტოსურათების გაყიდვა, თვითონ ფოტოგრაფები ორ სურათს შეარჩევენ და თვითონ აღიდნენ საკუთარი ხელით თანხას, შემდეგ მოქმედების სახით ან რომელიმე ორგანიზაციას გადასცემენ ან სოციალურ შეჭირებულ ადამიანებს.